დილამშვიდობისა. მოვედით კი მე მოვედი. აი მეტი და იცი. ეს აკვენდოს მაინც მოიშვ თქვენთვის. როგორ ახართ? მოკლედ დღეს ჩამოვედით თუ გუშინ ჩამოვედით. რა აზრი. ძალიან დამღლელი ფრენა იყო. იმიტომ რომ 5 საათი ვენაში მოგვიწია ჯდომა. ძალიან დავიღალე, მე პირად მართლა ძალიან დავიღალე, ეგრე ძალიან არ დავღლებავ დიდი ხანი არის. დავიღალე, არ არის პრობლემა არც. თავარია რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რა ვიდეოების მხრივაც კარგად ჩაიარა, ყველაფერმა ჩაიარა, იცი როგორც გინდოდა რა. და ძალიან მიხარია ეგ. ეს გასწორებელი ხო არა მაგ. იცი, მე მგონი ესე უნდა იყოს. ეხლა უკეთ ჩანვარნე რა, არ ვიცი. იმედია უკეთ ჩანვარ. მეც ხო შეხედო, ხო ჩაჭულია. ანუ 1-2 ჯერ მე გამეთიშა ისეთ დროს, რომ ანუ დაწყებული მქონდა ვიდეო. და მე უცებ რაღაც 3 წუთზე თუ 4 წუთზე გაითიშა რა. და ცოტა ნერვიული ვარ ეხლა. ეხლა უფრო მეც ნერვიულობ ამ ვიდეოებზე. მაგრამ მომენატრა. გადაღება და ლაპარაკი. დღეს მინდოდა რომ მელაპარაკა მუსიკაზე რა. მუსიკაზე როგორც ხსნა არა მთლად, მაგრამ ზოგადად ნებისმიერი ხელოვნების ნაწილი არის ძალიან კარგი ადამიანების ემოციების გამოსახატად. ან დასათრგუნადაც კი, ანუ თუ რაღაცა ნეგატიურ ემოციას განიცდი, მუსიკას რომ მოусმინო, შეიძლება გადაგიაროს რა და სხვა ემოციურ ტალღაზე აღმოჩნდე არსაიდან. მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც ადამიანმა, სოფლიოს რომელიღაც წერტილში ადგა და დაწერა ეს ტრეკი, დაწერა ეს ტექსტი, მე დამიქსა, რაღაცები უკნა და შენამდე მოიტანა. ეს არის, არ ვიცი. ისევე როგორც მე მომწონს ყველაფერი. რაც ხელოვნებას ეხება, ყველაფერი მომწონს და ჩემ თავსაც ცოტათი ოდნავ ხელოვნად აღვიქო რა, იმიტომ რომ მგონია რომ იუმორიც ხელოვნების ერთ-ერთი ნაწილია. იმის გამო რომ აი დაუშვათ თუ ლიტერატურას და წიგნებს და ფილმებს შეუძლიათ რომ რაღაცები განგაცდებინოთ ადამიანებს და ნახატები ყველაზე მეტად მიყვარს ალბათ. მხატვრობა რა, მაგას თუ შეუძლია რომ რაღაც ემოციები განგაცდებინოს, ავტომატურად ჩემს იუმორსაც თამამად ვიძახი რომ შეუძლია რომ რაღაც ემოციები განაცდებინოს ადამიანს. თან დადებით. იმიტომ რომ იუმორი ზირთად დადებით ემოციასთან ასოცირდება ჩემთან და ძალიან მიყვარს იუმორი რომ ეგეთია. ეს ცოტნეა. გაიცანით ჩემი ბალიში. ძალიან მიყვარს ცოტნა. ჩემი ბალიშიც. ესე რომ ვიწვე. ძალიან ცუდად ჩანვარ მე მგონი, კაი შემწყო. აი ესე ვიჯდა. ხო, მუსიკას რაც შეეხება, მე ვარ როკის და რეპის მსმენელი. ოღონდ 70-დან მოყოლებული ორივე. უბრალოდ როკი თანამედროვეობაში აღარ არსებობს რა იმდენად რა. ანუ მე რო Pink Floyd-ი მომწონდა და Led Zeppelin და Queen-ი და Linkin Park-ი თუნდაც და Chili Peppers-ი. ახლა აღარ არიან ეგეთი ჯგუფები რა. ბევრად უფრო დავარდა როკის დონე. და ეგ ცოტა მწყინის, მაგრამ ნუ ის ძველი მუსიკები რაც არსებობს, ის კლასიკდება და კლასიკა ყოველთვის უფრო მეტ ყურადღებას იქცევს ხოლმე ვიდრე ჩვეულებრივი რაღაცები რა, ანუ იმასთან ნოსტალგიაც ასოცირდება, ის ხდება და ძალიან მომწონს ხოლმე ეგ ყველაფერი თანამედროვეობაში კი იშვიათად ნახავთ ადამიანს, ვინც როკს უსმენს თანამედროვეს მომით უმეტეს, მაგრამ ძალიან ბევრი კარგი ჯგუფი იყო და ეხლა რატომღაც აღარ არიან. რეპმა რაღაც აი ნიუ სკულით ახალი სკოლით რაღაცა წინსვლა განიცადა რა, ესეც ვიყავ მაქვს. რო არ მოგატყუოთ ორი საყვარელი სასმელი მაქვს რა. ერთ-ერთი არის ცივიყავა, ოღონდ უნაპინო და მეორე არის მარაკუიას ლიმონადი. მარაკუიას ლიმონადი არ ვიცი. ეგეთ კაი რაღაცა არ არსებობს. უნების ხილი ქვია მარაკუიას და მართლა იმენა უნების ხილია. უგემრიელეს რაღაცა. მაინც ადვიღავ, აი გამიქცა. რო გამირბის ხოლმე მაგაზე თუ ბრაზდებით. დაწერეთ რომ ნუ გაგირბისო და შევეცდები რომ უფრო კონცენტრირებული ვიყო, მაგრამ გაქნეული ADHD რომ აქვს. ეგ უკვე აღარ არის ჩემს დამოკიდებული მანდ რაღაცები და რაღაცა ისეთებსაც ვიძახი ხოლმე, რაც ანუ რასაც ცენზურაში გავატარებდი რა. მაგრამ ნუ აქ ნახე. მიჩვეულები ხართ უკვე მე მგონი. ხო,
მუსიკასაც შეეხება, მინდოდა მესაუბრა უფრო მეტად იმაზე, თუ რამდენად დადებითია ადამიანისთვის მუსიკის მოსმენა რა. გუშინ თვითმფრინავში ვცდილობდი ამ ყველაფრის გადაღებას, მაგრამ თვითმფრინავში ძალიან რთული იყო, თან ლაშა მეჯი და გვერდზე გელაშვილი და ლაშა გველაშვილის ემოციებს ვერ ვხვდები და ყოველთვის მგონია რომ ვაწუხებ. ხო და რომ მგონია რომ ვაწუხებ, მაგის გამო ვცდილობ რომ რაღაცნაირად ჩუმად ვიყო, რომ იქნება არ შეწუხდეს. ეს გავჯე ეგრევა რა, რაღაცნაირი ისა. მაგის სახიდან ვერ მიხვდები რა ემოციას განიცდის. და ამიტომ იმდენად პროფესიონალია თავის საქმეში, რომ რეალობაშიც უკვე ეგრე გადმოვიდა, რომ მე ვერ ხვდები პირადად. ვიღაცები შეიძლება არიან თავის სავარაუდოდ მის მეუღლე, ხვდება უკვე რა ემოციას განიცდის კონკრეტული სახის დროს, მაგრამ მე ვერა. ხო. და მწვენია ხოლმე. ხო. დამორწყვი ადამიანი ვარ სხვათა შორის რა. რო არ მოგატყუოთ, ისეთ რაღაცებს მწვენია, რაც ვერ წარმოიდგენთ. თქვენ რო არ შეგწყვეტოთ. აი არავის. ქუჩაში ვიღაც ადამიანი მოწყვეტს და სურათს იღებს, იმას უფრო ჩემთან ვინც სურათს იღებს, იმას უფრო ნაკლებად მწვენია ხოლმე ვიდრე მე. არა და იდეაში ხოლმე პირიქით არის ხოლმე რა. არ ვიძახი რომ ეგრე უნდა იყოს, მაგრამ უფრო მეტწილად პირიქით არის ხოლმე. ხო. ის მუსიკაზე დავიწყებ, მაგარ მუსიკაზე ვსაუბრობ. ხო, რაც შეეხება ჩემი ფავორიტი მიმდინარეობა არის, რო არ მოგატყუოთ, ალტერნატიული როკი. სადაც რეპი და როკი ერთმანეთს ისე კარგად ეთავსებიან, რომ გემრიელი, კარგი, ყოველთვის ძალიან ხოშიანი რაღაც გამოდის, ბოდიში ხოშიანისთვის. მაგრამ ძალიან კარგი რაღაც გამოდის რა. მე ეგრე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. ჩემი საყვარელი არტისტები მინდა რომ ეხა გითხრათ. როგორც არტისტი, ჩემთვის უსაყვარლესი არტისტი არის Eminem. და ამაზე ჩემი აზრით არავის პრობლემა არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ იცი რა ვფიქრობ? მე თუ ვფიქრობ, რომ Eminem-ი ყველაზე მაგარი რეპერია და ვიღაც ადამიანი ფიქრობს, რომ დაუშვათ Tupac-ია ყველაზე მაგარი რეპერი. მე რო ვიძახი, რომ Eminem-ი უფრო მაგარი რეპერია და ის რომ მეუბნება, რომ არა ბიჭო Tupac-ია, მან რო კამათი იწყება, აი კამათი მჭირდება მე. ანუ ჩემი ტვინი იმდენ ბევრ რაღაცას ვფიქრობ ხოლმე ტვინში, რომ ტვინში ნააზრევები რომ მილაგდება, რაღაც თაროებზე ვდებ ხოლმე და ნებისმიერი კამათის დროს ეს ნააზრევები თაროზე ტვინში რაც მიდევს, შემიძლია რომ ტვერი გადავფერთხო, ჩამოვიღო და მაგარი არგუმენტებით ვილაპარაკო რა. ხო, მაგ პონჩი მაგრამ ევასება. აი, კამათი არის ის, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მაინჭებს ვაფშე. აი, სურო თან მღლის. ანუ ძალიან ენერგიით ახსავსე ადამიანი ვარ. ნუ ყოველ შემთხვევაში დღის 8-9 საათი მაინც. მე უკვე ვიღლები და ვითიშები. მაგრამ ეს ბევრი ენერგია რომ აქვს, ეს ენერგია მინდა რომ სულ რაღაცაში დავხარჯო რა. სულ რაღაცაში რომ ვერ ვხარჯავ, ვიწყებ ფიქრს. ბევრს ვფიქრობ, მაგით ვცდილობ რომ დავიხარჯო რა ეს ენერგია. მე სადღაც კამათი თუ მომიწია, ეს კამათი რომ ამშვიდებს, აი მე მზადა ვარ ნებისმიერ კუთხეზე რომ მიმაყუდოთ, იგრევე დამეძინება. ხო, მაინც შევამოწმებ კიდე ერთხელ. არ გამეთიშოს. არ გამეთიშო. ვა, ამდენს ვლაპარაკო, თურმე უკვე 8 წუთი გასულა. ბოდიში. ჩემთო. ეს არის კვირტლი. პოკემონი. მე ძალიან მიყვარს პოკემონები. და ესეც საყვარლო სათამაშოები. იცი რა არის? ვიღაც ადამიანები რომ ვიზრდებით და ბავშვი რაღაცები მაინც გვევასება. ბავშვი რა? არაფერი არ არის ბავშვი. ბავშვთან ასოცირებადი უბრალოდ. აი სოციუმმა რომ დააკავშირა ბავშვთან. ის სათამაშო არის ბავშვის. რეალურად არის ბავშვის. სიამოვნების მიიღება ხო შემიძლია ნებისმიერი სათამაშო. იქ მაგ ფრენკის სათამაშო, ლუფის სათამაშო, რაღაცა უბობა მაგ ვენომი მიდგას. მე ამების ყურებით სიამოვნებას თუ ვიღებ. რატო არ უნდა მივიღო? ეგ კაცი ბავშვურია რა, ბავშვური კი არა, ეგ კაცი არის ბედნიერი, იმიტომ რომ ისეთ რაღაც აკეთებს, რაც თვითონ უხარია. თქვენ რო არ აკეთებთ ეგეთ რაღაცებს, რაც გიხარიათ, მან ხართ არასწორად, ჩემი აზრით. ყველა უნდა გააკეთოს ის, რაც უხარია და რაც ახარებს. ხო, ეგრე იქნება, ეგრე დალაგდება მარტო მსოფლიო, სხვანაირად არაფერი არ გამა. ოღონდ სხვისთვის ცუდი რაღაცის გაკეთება არ უნდა გიხაროთ. ეგ არის რა. ანუ შენთვის რაც გინდა ის აკეთე, გინდა უბობა ჩამოიდე, გინდა ლუფი. ხო, ესე. ეხლა მეორე. ამ კამათს ხომ მოვჭი, კამათზე ლაპარაკს ხომ მოვჭი. Eminem არის ჩემი საყვარელი არტისტი, მაგრამ როგორც რეპერი, მასზე მაღლა მიყენია Ice Cube. ოღონდ Ice Cube, რომელიც NWA-დან წამოვიდა. NWA არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი რეპ ბანდა რა. MC Reigns მაგრამ ევასებოდა. ძალიან. Easy-ზე ხო ლაპარაკი ზედმეტი არის. რა ძალიან მაგარი რეპერი.
Просто, ну, იმ პროდიუსერმა ის იმედია ფილმი ნახე გაქვთ, Straight Outta Compton. და მან ძალიან კარგად არის ასახული ეგ ყველაფერი რა. ხო და ეს NWA რომ მიყვარდა ეგრე ძალიან. მაგ დედან რო წამოვიდა და ჩემს საყვარელ რეპერებს მაინც, ანუ მე ხო არ ვიცოდი რომ მაგენ დაპირისპირებულები იყვნენ რა რაღაც ეტაპზე ბავშვობაში, როცა მოსმენა დავიწყე. Ice Cube-ს უსმენდი და მე Ice Cube-ის Nose Line რო ვნახე, მეთქი ეს საიდან გამომდინარე რატო ერჩის ამ კამანდას თქო რა. დავიწყე ფიქრი, თან წავიკითხე რაღაცები, რომ ეს იმათ ეძღვნებათ და ის და ეს. და რომ ჩავიხედე იმაში, მე უფრო შემიყვარდნენ ორივე მხარე უყურთ რა. აი, უბრალოდ ყვაყენები, მაგრამ პოხვი. იმენა მევასებოდა Ice Cube-ის, სულ. Ice Cube-ს ქონდა ლირიკულ, აი, არ ვიცი, ეგეთ ლირიკას ალბათ ვერავინ ვერ წერდა. მე ძალიან მიყვარს კიდე დისკო რეპერები. 70-იანების მერე კი აღარ გამოჩენილან ეგეთები, მაგრამ თქვენ დაიკიდეთ. Cool Mode არის ერთი ეგეთი, Cool Mode-ად იკითხება, მაგრამ Call Moe D ეგრე იწერება რა. კარჩი. ვერ ამოგინათებთ, მაგრამ ნუ დამიჯერეთ, მერც მომენტ რომ კაი ისა და Cool Mode-ის კაი სიმღერები ბევრი აქვს. Now, Who's Laughing Now? ეგა კაი, Wild Wild West არის კაი, on this იმისი არა, რა ქვია, Will Smith-ის. კარჩი. ხო, ძალიან არ მიყვარდა ხოლმე ბავშვობაში 50 Cent-ი. მაგრამ რო გავიზარდე, მივხვდი რომ რას ჰამბლაობდა თუ რავი, რას აჩვებოდა, მაგრა გამოსდიოდა რა, ძალიან მაგარი როჟა იყო. თან იმდენ სროლავს გადაურჩა ეგ კაცი, რომ აი ხელები უნდა აწიო. Lil Wayne მიყვარდა ძალიან ხმის ტემბრის გამო და პლუს ყოველთვის უყვარდა გიტარის ინტეგრაცია ხოლმე იმაში რა. ჰიპ-ჰოპში. ზოგადად ჰიპ-ჰოპს აქვს ეგეთ დადებითი თვისება, რომ აგრესია რაც გაქვს შიგნით. ჰიპ-ჰოპს რო უსმენ, აი tell I feel like collapse რა, ყველაზე აგრესიული სიმღერა იყო ჩემ ბავშვობაში ალბათ ეგ. უბრალოდ ეგრე ჟღერდა ყოველ შემთხვევაში, ბიტიც აგრესიული იყო და მაგას რომ მოусვენდი ხოლმე, ხო, და რომ მოიხსნიდი ამ მოსასმენებს, მაგის მერე უკვე გეკიდა. აი გეკი, ყველაფერი გეკიდა, არანაირი აგრესია შენში არ იყო. ხო და მაგით უფრო მეტად მიყვარს რეპი ალბათ, ვიდრე როკი. აი ვიღაცები ხო იყვნენ ბავშვობაში რომ ჩხუბობდნენ, რომ მე როკერი ვარ ბიჭო. შენ ვინ ხარ? მე რეპერი ვარ ბიჭო. რას ქვია რეპერი ხარ შენ? აი ეგეთი კამანდა არასდროს არ მესწოდა მაგათი რა. ბიჭო, აი რაღაც თუ არ მოგწონ შენ. იანს ხო ნიშნავს ცუდია. ეხლა მე რომ ვიდეოს ვთავ, კი არა, წერ. ვიღაც ხო შეიძლება არ მოეწონოს. თუ არ მოეწონა, ხო არ არის ავტომატურად ცუდი გაწ. ვიღაც ხوار ხო მოწონს. ზო მორჯა, სანამ ერთ ადამიანს მაინც მოწონს რაღაცა, ზო არ არის ცუდი რა. იყოს. თუ სხვას არ აყენებს რაღაც შეურაცხყოფას ან რაღაც ცუდ მდგომარეობაში. ეგ არა გასწორებული ხოლმე რაღაცის მოწონებაში მარტო მეტი არაფერი. ჩემს იყავას დავლევ. უი ხო, Spider-Man-ის ჭიქავ. თან კიდე ერთი 4 წელი. ძალიან მიყვარდა ადამიანი ობობა. ყოველთვის ობობებიც მე ვასება. და ერთი ორი ობობა სახში დაჟე ერთხელ ვიპოვე მრგვალი ბაღირვარი ვაგეში. მან ვიპოვე რაღაცა ობობა და ბოთლში ჩავსვი და ისე წამოვიყვანე სახლამდე და სახში ვზდიდი. თან ჩვენთან კალიები ბევრი არიან ხოლმე ზაფხულში და ზაფხულში მოუწია. კარგად გავაძღე ძმა, მე გაიქცა სადღაც ვერ ვიპოვე. ძალიან შემეწოდა. პიტერი ერქვა რა თქმა უნდა. კაი როჟა იყო. მაგრამ არ მიკბინა. აი ძალიან ბევრი ვეცადე, მაგრამ არ მიკბინა. მინდოდა რომ ეკბინა. და ბავშვობაში ცოტა რაღაც დებილობებს ვაკეთებ ხოლმე. მე მგონი. აი მე მუსიკას ისევ გავეკეცი. რად ვიყავი? უი, ისა. ნახეთ ახლა. როკს აი ჰიპ-ჰოპზე ხო თქვი რომ აგრესიას რომ მოусმენ, გაგდის. როკს როგორი რაღაცა აქვს, იცი? აი სოლო, გიტარის სოლოს რომ უსმენ, მან თუ აგრესიულია სიმღერა, აი ჩოპსუი მაგალითად, ჩოპსუი მაგარი აგრესიული სიმღერა, ან მეორე საქვია. ჩოპსუი და BYOB. მაგ ორიდან რომელიმეს რომ უსმენ, ორივე არის აი აგრესიისკენ გიბიძგებს რა, მაგრამ ეგ აგრესია გრჩება. ან მუსიკას რომ გათიშავ, მაინც გრძნობ რაღაც აგრესიას. და მე ხანდახან ბავშვობაში ეგრე შევოდი ხოლმე, რაღაც თუ ცოტა ისე ცუთხასეზე ვიყავი ხოლმე, ჩავთავდი რაღაცა ძალიან მაგარ როკს,
მოусმენდი ხოლმე, ბრაზდებოდი და მე ვთავდი რეპს, რომ გაენეიტრალებინა ხოლმე რა. და ძალიან კარგად მუშაობდა სხვათა შორის, რომ არ მოგატყუოთ. აუ, იქ მაგ ტელევიზორი. და სამომავლოდ აი ხვალიდან ვიზა, რომ იმ ტელევიზორში ჩანდეს ანარეკლი, რომ ვიღებ თუ არა, მაგის შემოწმება რო არ მომიდეს ხოლმე, იმიტომ რომ მეშინია რომ არ გამეთიშოს რა. ხანდახან ითიშება გადახურება და რაღაცები რო ემართება ხოლმე. ან შევხედო. ვიღებთ. ისევ აქ ვართ, ისევ ადგილზე ვართ. მუსიკაზე კი არ ვლაპარაკობთ, მაგრამ მაინც მუსიკა აწერია ამ ვიდეოს, ხო იცით? როგორც ყოველთვის, ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ მუსიკის გარდა. დავიღავი. აი აქ მინჭირდება ვინმე ერთი ადამიანი, რომ შემახსენეთ ხოლმე რაღაცა მითხრეთ. აი, მან დიყავი. ქართველ რეპერებზე მინდოდა მელაპარაკო. ქართველებშიც ხო არ ბევრი დაპირისპირებული მხარე. ბევრი რა, ორი ძირითადი. ეს PvP-ს კომანდა და დასი. აი ორივე მევასება და აი რა ვქნა. თან პირადად ვიცნობ და ძალიან კარგი ადამიანები არიან. ერთმანეთში შეიძლება ვერ ეწყობოდნენ, მაგრამ ორივე მევასება რა. რო არ მოგატყუოთ, ორივე სიამოვნებით უსმენ. და პირიქით ძალიან კარგი რაღაც ქნეს, მაგათმა დაპირისპირებამ ერთმანეთის განვითარებაზე ამუშავა რა. იმიტომ რომ ძალიან კაი ტრეკები შემოგთავაზეს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. მე ეგრე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. ვიღაცებს შეიძლება დასი უფრო ევასებოდეს, ვიღაცებს შეიძლება ის უფრო ევასებოდეს. მაგრამ მე ვარ ობიექტური ადამიანი. ობიექტური და ნეიტრალური. და ძალიან მიყვარს. რომ რაღაცა კარგ მუსიკას უსმენ. და ამ კარგ მუსიკას რო უსმენ, ერთიც თუ მთავაზობს კარგ მუსიკას და მეორეც თუ მთავაზობს კარგ მუსიკას. როგორ უნდა ვიყო რომელიმე კონკრეტულად რომელიმე ხარს მე არ მესმის რა. და ალბათ უმეტესობა საქართველოში ეგრე უნდა იყოს წესი, იმიტომ რომ იქითაც ბევრი კაი რეპერია და აქითაც. იქ 5-დან 5 კაი რეპერია და აქეთაც 5-ზე მეტი კაი რეპერიც იქნება ალბათ რა PvP-ს კომანდაში. მე კუას ტრეკები მევასება ძალიან მევასება კუას ტრეკები. უბრალოდ მე იცი რა არ მომწონს ხოლმე, ძირითადად არ მომწონს ხოლმე, რომ PvP-ში რაღაცა ერთ პერიოდი ძალიან იყო მოდაში, რომ მასტერს კვენდნენ რა. მე ვერ ხვდები მასტერს და ბაბილონს არ კვენდნენ, მაგრამ ბაბილონიც ძალიან მაგარი ჯგუფია რა. ბაბილონმა რეებიც აკეთა, აი ხელები უნდა აწიოთ. ადამიანებო, აი ყველა ტრეკი ერთ პერიოდი რა ტრეკიც დადეს, ყველაფერი იმდენ ჭღერადი, მოსმენადი, ნახვებზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. ძალიან მაგარი, ესე იგი კარგი არის, ხო? ანუ ბევრ ადამიანს თუ მოწონს, ცუდი ვერ გამოდის. შეიძლება ცუდი რაღაცა მოწონდეს ადამიანებს, მაგრამ ბიჭო, ეგრე დიდი ოდენობით არა. მე მაგრამ მევასება ბაბილონი. მასტერიც მაგრამ მევასება და მასტერი თავის საქმეში, ანუ სასცენო რეპერი არის ჩემი აზრით, მასტერი. ალბათ თვითონაც ეგრე ფიქრობს. ხო და მაგაზე კარგი სასცენო რეპერი არ ყავს. ანუ ტიპს შეუძლია რომ ტრეკი დაწეროს. იქ ყველა ფლექსიც შადოს ბაზარში. შეუძლია რომ ისიც ჩადოს, რა ქვია, flow-ც შეუცვალოს რაღაცებს. ანუ რეპერ underground რეპერივით ტრეკით შეუძლია რომ გააკეთოს და შეუძლია იმენა სასცენო რეპერივით მუსიკა გააკეთოს. მაგის დაფასება არის, ანუ ზოგადად მე ვაფასებ ყველა ადამიანს, ვინც საქართველოს ვარ ძალიან პატარა ქვეყანა და ვინც ამ ქვეყანაში საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნავს როგორც მინიმუმ, უკვე უნდა დავაფასოთ რა. იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ვართ. იმიტომ რომ აი თქვენ ვერ მეტყვით ქვეყანას ამერიკის გარდა და ინგლისის ალბათ, სადაც ამდენი კარგი რეპერია თუნდაც. ჩვენთან რეპია განვითარებული, ალბათ იქ არ არის ეგრე განვითარებული რა. აი, თუნდაც PvP-ზე ავიღოთ რა. იმას აქვს, ბრიტანელებს აქვთ PvP სტილის რაღაც. და უნამუსობი. ხო, აი მართლა ეგრე ვფიქრობ, რომ ჩვენები 100 თავით წინ არიან. 100 თავით. უბრალოდ იმათ იქ გაუმართლათ, რომ ინგლისური ენოვნები რადგან არიან, უფრო მეტ აუდიტორიაზე გადიან, უფრო მარტივად თან. მე შეიძლება ვუყუროთ. ჩვენ 3 მილიონი ადამიანი ჩვენი ქართული ენით რო ამდენ რაღაცას ვაკეთებთ, თუნდაც PvP და თუნდაც დასი და თუნდაც მასტერი. ეგ უკვე დასაფასებელია რა. მასტერს ეგ უნდა რომ მე არ მევასებოდა, იმიტომ რომ ვიზახდი ხოლმე რომ მე არ უსმენთ ხო რა. არის ტრეკები რომლებსაც უსმენ, არის ტრეკები რომლებსაც არ უსმენ, რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ ბიჭო, სულ არავის არ უსმენდეს.
ხო დასაფასებელია რომ ეგეთი რაღაც შექმნა რაც 15 მილიონი ნახვებზე და 10 მილიონი ნახვებზე ადის რაღაცა ერთ თვეში მოგონდა. რა ვიცი ძმა მეტი რა უნდა გააკეთოს ქართულენოვანმა ადამიანმა რა უნდა გააკეთო ეგეთი ქართულად რომ ესე ყველამ ნახოს სოფლიო მოიაროს. ნუ აი PSY რო იყო Gangnam Style კორეულად კი ბაზრობს, მაგრამ ბაზარია დიდი, ანუ აი კორეელები არიან ყველა ქვეყანაში. ქართველები სულ რო ქვეყანაში ვიყოთ, ყველა ქვეყანაში ვიყოთ. ვერ მივიტანთ ჩვენ ტრეკს ვიღაცა დიდ აუდიტორიაზე რა. ეს ინგლისელებს ვერ მოვაწვენ. ან ის ინდოელი ისინი რო არიან იუთუბერები და მილიარდი ნახარო. ეკნება ბუნიშვილი ვიყო. მილიარდი ნახევრარიანიან. როგორ არ უყურებენ? ვა. აუბრალდი. რო ცოტანი ვართ, მართლა. ზონა ბევრი რო ვიყოთ, იმენ სოფლიოს დავიპყრობთ, მაგრამ ნუ სათავეში ჩვენ იქნებოდი ყოველ შემთხვევაში. ვერ დაგვეპყრო ბოლომდე, მაგრამ ჩვენი იქნებოდა. ისა ჩვენი არ არის ეს ქვეყანა. სიგარეტი არ მოძიოთ, თუ პატარა ხარ მით უმეტეს არ მოძიოთ, იმიტომ რომ მე ვარ დამოკიდებული ამას. დამოკიდებულება არის ყველაზე ცუდი რაღაცა. არაფერზე არასდროს არ იყოთ დამოკიდებული საკუთარი თავის გარდა. ყოველთვის რეალი ცხოვრებაში ეგრე დადეკით. და ეს სხვა ადამიანებზეც არ იყოთ დამოკიდებული. ეცადეთ რომ ხოლო საკუთარ თავზე იყოთ დამოკიდებული. ეცადეთ. მე ვცდილობ, მაგრამ აი სიგარეტს ვერ მოვეშვი. ხო და სიგარეტს რო ვერ მოვეშვი, იგი მის ბრალია რომ თავის დროზე დავიწყე. თავის დროზე რომ დედაჩემისთვის არ დამემალა რომ სიგარეტის მოწევა დავიწყე, დავუშვათ. და მე თქვა რომ აი მოუწიე თქო. დედაჩემი ისე დამელაპარაკებოდა დიდი ალბათობით რომ მე მოწევას აღარ გავაგრძელებდი. და ბევრად უკეთესი იქნებოდა ჩემთვის, ამ ეტაპზე ჩემთვის ეგ ყველაფერი. მამაჩემს დამელაპარაკებდა. მარტო დედაჩემი რატო? უბრალოდ დედაჩემი უფრო სენსიტიურად უყურებდა სიგარეტს და მამაჩემი ეწეოდა ხოლმე. მუსიკაზე ისე არ გულაპარაკია ხოლმე. ეგ არაფერი ხალხო რა. თუ ქსიამოვნი, თუ არ ქსიამოვნი ეგეც დაიგიდეთ რა. გათიშეთ. სხვადასხვა ძალიან მიხარია რა. რო არ მოგატყუოთ, ძალიან მიხარია როგორი აქტიურობაც არის ამ არხზე. 1200 გამომწერი ყავს სადღაც რა. ეხლა როცა წერ ამ ვიდეოს. ამ 1200 გამომწერიდან ნახე ვიდეოს მეტი აქვს. ანუ 1200-ზე მეტი, 1400 არის ყველას ცოტა რაც აქვს. თან ეგ ვიდეოებს რიგითობით რო ყოველდღიურად რო ვდებ, ერთმანეთს ხელს უშლიან რომ YouTube-მა რეკომენდაციებში გავუშვას რა. და ამიტომ ისაა რა. ცოტა რთულია ვიდეოები. მაგრამ ნუ ჩემი მიზანი ხო არ იყო არასდროს რა 7 მილიონი გამომწერი მყავდა. მე მინდოდა რომ ყოველ და ხალხი ვინც ჩემი საუბარით დაინტერესებოდა და მე ისინიც მეტყვნენ თავის აზრს ჩემს ნასაუბრებზე და აქედან გამომდინარე რაღაცებს შევცვლიდით ხოლმე რა. კი მუსიკაზე ვერ ვილაპარაკეთ, მაგრამ ყველაფერზე აი ხო მიეჩვიეთ უკვე რა, ხო და ამუყამეთ რა სტილი იქნება ჩემი ყოველი დღე. და მე გეუბნებით რომ აი 365 დღე რო გავა და ბოლო ვიდეოს რო დავდებ, იქ ერთი კომენტარი მაინც თუ იქნება რომ აი კიდე გადაიღო, კიდე გადავიღე. და სანამ ეგეთი კომენტარები იარსებებს, იქამდე გადავიღებ. და მე რო ვიდეოებს ვიღებდი ჩემ ძველ არხზე, მე და ლენკე სადაც ვიყავით და 40000 ნახვა ქონდა ხოლმე ვიდეოს. დაახლოებით იმდენი კომენტარი იყო. რამდენიც აქ 1500-იან ვიდეოებს. ეგ იცით რას ნიშნავს, რომ მე ბედნიერი ვარ. აი მართლა. ანუ კი არ არის ჩემი მიზანი, რომ ბევრი გამომწერი დავაგროვო რა, ანუ მაგის გამო არ ვაკეთებ. რის გამოც ვაკეთებ, მე მგონი ხვდება ყველა. თუ ვერ ხვდებით, მაგაზეც კიდე ცალკე ვიდეოს თავიდან ჩავწერე რა, ერთ პირველი რო ჩავწერე, იქვე ჩანს მე მგონი. მე მინდა რომ ჩემი თანამოძღვრები ვიპოვო რა, ბევრი ადამიანი ან ცოტა ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, ვინც ერთმანეთთან აზრებს გაცვლის რა. იმიტომ რომ ჩემი აზრით გვაკლია ქართველ ადამიანებს ერთმანეთში აზრების მიმოცვლა რა. ხო, მე ესე რა თქმა უნდა ლიტერატურაზეც ჩავწერ, წიგნებზეც ჩავწერ რა, ანუ მარტო იმაზე არ ვისაუბრებ რა. გასართობ რაღაცებზე არ ვისაუბრებ. ცხოვრებისეულ რაღაცებზე ვისაუბრებ ხოლმე, რაც ჩემი აზრით ყველას ჭირდება რომ ვიღაცისგან მოისმინოს რაღაც ეტაპზე რა. იმიტომ რომ მე რომ ყოლოდა ვიღაცა ვინც მეტყოდა რომ აიცი რა მაქსიმუმად შეეცადე რომ სულ ეგეთი ლაღი იყო როგორიც ახლა ხარ ბავშვობაში რომ ვინმეს ეგ ეთქვა. ბევრად უფრო წინ იქნებოდი ჩემი პირადი მოსაზრებით და რაღაცა უაზრო ფიქრებს არ მივცემდი იმის უფლებას რომ ჩემთან შემოსულიყო ნეგატიურად რა.
ეგ ნეგატიური ფიქრები უნდა გავაქროთ. ადამიანები ბედნიერები უნდა ვიყოთ. თუ ბედნიერები არ ვიყავით, ხო, ცხოვრებას რა აზრი? ვიმუშაო, ავდგე, დავწე, დავიძინო, მე შევჭამო და ბოდიში მომთხოვე და მე მოუჯავო. ზო, მორჩა? ეგ არ არის ცხოვრება რა. ცხოვრება უფრო მაღალი რაღაცა. ჩვენ ვართ მაღალი ინტელექტუალური არსებები. ჩვენ არ ვართ კატები და ძაღლები, რომ ეს დილით ავდგეთ და ვიღაც ადამიანს სახეულობთ, იმიტომ რომ გვაჭამოთ. ჩვენთან შეგვიძლია ყველაფერს გაკეთება და უფრო ბედნიერი ვიქნებით, თუ ჩვენ გავიკეთებთ საჭმელს. მე ეგრე ვფიქრობ. უფრო ნაკლებად დამღლელია სხვა რო გიკეთებს, მაგრამ უფრო ბედნიერი ხარ, რომ შენ გაკეთებულ საჭმელს, საჭმელი რო ქსიამოვნებს რა. ეხლა შენ რაღაც საკეთებ და ის რო ხალხს მოწონს, ეგ კაია. ძალიან კაია რა. ეხლა მე მომწონს, აი ამ ვიდეოს რო ვიღებ, თქვენ რომ მოგწონთ და რო ალაიქებთ, ეგ არის ძალიან კაი. ჩემთვის, იმიტომ რომ მე ეგ მიხარია. იმიტომ რომ ვიღაცა აი რაღაცა 567 ადამიანი არის, ვინც შემწავით ფიქრობს. Yes. ეგაა მიზანი რა, საბოლოო ჯამში. რატო გავჭირდი? არა ხო რა. აი მე მაგალითად პროსტა მუსიკაში იცი რა არ მომწონს თანამედროვე მუსიკაში რომ პოპი არის მარტო დარჩენილი რა. ანუ იმენა პოპ სტილის მომღერლები არიან რა ცნობილები. თუნდაც აი ბიონსე, დუა ლიპა, ტრევის სკოტი ხო რეპერია იდეაში, მაგრამ ისეთი ლირიკა აქვს რომ პოპში გადის უფრო რა. ტრევის სკოტი მაგარია, მართლა მაგარია. ოღონდ ბიტებში უფრო მაგარია. და მიქსინგში და მუსიკის აწყობაში. ანუ სასმენად არის საუკეთესო. ტექსტი რომ მოისმინო, ხო, აი ლაპარაკობს რაღაცა რაღაცებს ლაპარაკობს, რომ ცაა 12 ვარსკვლავი და რაღაცა დებილ. ანუ არ არის რა, ეგ ჩემთვის რეპი, უბრალოდ. მაგრამ old school-ი უფრო ჩემია რა. old school-ს ყოველთვის უფრო მივაწევდი. მე პირადად. მე რეპერი ვიყო, მე ვფიქრობ რომ რაღაც ტრეკი მაქვს დაწერილი, ტრეკი კი არა და ტექსტი მაქვს დაწერილი. უბრალოდ მეშინია. რომ შეიძლება არ გამომივიდეს ჩაწერა და ნერვიულობ მაგას. და მაგის გამო არ მაქვს ჯერ ჩაწერილი. მაგრამ ჰარუტი გავიცანია. ჰარუტა. ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ბიტმეიკერია მსოფლიოში. ჰარუტი გავიცანი და ჰარუტასთან შეიძლება ვცადო. რომ დამეხმარება თან მე ეგრე მგონია რომ მაგას იმდენი რეპერი ყავს ნახე და ისეთ გამოცდილება აქვს დაგროვებული ახალგაზრდა ახალბედა რეპერებთან. რომ მგონია რომ მეც მაგრა დამეხმარება რა. რაღაცა მითითებებს და გზებს მომცემს და დაჟე შეიძლება ფლოუზე მითხრას რომ მანდ ეგრე არა ესე ქენი. მე მგონია რომ ეგეთ რაღაცები შეიძლება. ნახოთ რა ჯერ არ ვიცი რა ვიცი იმას დავწერ თუ არა. უბრალოდ მე მომწონს ცოტა როგორც საუბრობდი აგრესიული რეპი. აგრესიული რეპი რომ მომწონს მაშინ ვიღაც უნდა შეუგტიო და ვიღაცას რო შეუგტიო, ვიღაცამ შეიძლება ზუდად გაიგოს, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში იმდენად დისების კულტურა არ არის რა. იმიტომ რომ ან შეურაცხყოფაში გადადის ხოლმე ეგ დისი ან რაღაც ხდება. მაგ პონჩი ახლა მეზარე არ მინდა რომ ხალხთან ურთიერთობა გამიფუტდეს ჩემი როცა არ ვარ რეპერითან, ჩემი მუსიკალური შემოქმედების გამო. მაგრამ ვიღაცებს უეჭველი გავდისავ. ჩემი რამდის. მე მაგრამ მე დისავ. ეგრე აღვიქო დისებს რა. ორი ტიპი დგას და ატატატატა. რაღაცებს ეუბნებიან, რომ ტკივათ იმან. მაგარი. დისები უფრო ასწორებს ვიდრე ჩვეულებრივი ტრეკები. აი კენდრიკი და დრეიკი რო ერთმანეთთან დაპირისპირდნენ, მაგიტო იყო ეგრე რომ შემოყვარდა ყველას კენდრიკი ერთ დღეში. კეიდოთ ძალიან მაგარი რეპერია კეი. ქართველებს ყავს ძალიან მაგარი დაუფასებელი რეპერები, ძალიან ბევრი. ბებერი მაგალითად, ბებერი რო mumble raps აკეთებდა მსოფლიოში, mumble rap-ის მნიშვნელობა არის წოდა ხალხს. თუნდაც შავი პრინცი კიდე დაფასებულია ასე თუ ისე. ჯერონიმოც ძალიან მაგარი რეპერია. ძველი ჯერონიმო მით უმეტეს. ერთი სიტყვით რამოდენიმე გაგებით არ ვითხოვ შენ და ლაიქს შემოვიფარგლებით ტაგებით. ანუ მე მაგრამ ევასება ჯერონიმო. კაზი ხო ტოპი იყო იმენა რა. ერთმანეთს ხომს. და მწყინს ხოლმე ეგეთი ადამიანები რომ დროზე ადრე რა ასაკთან შეუსაბ
მისო დროს გარდაიცვლებიან ხოლმე რა ტეხავს, მაგრად ეხავს. კაზი ძალიან მაგარი რეპერი იყო. თან იმენა რეპერი იყო რა, underground როჟა იყო რა. სუბრაზით იყო თან. აი გაგრას მე როგორც მევასება ეგეთი რეპერი იყო. პელე მევასება, მაგრამ просто PvP-ს რაც შეეხება PvP-ზე ერთი ისა მაქვს მე რომ ჩემთვის აკაპელა უფრო არის ბეთლი ვიდრე ბიტზე ხტუნაობა რა. ბიტზე ხტუნაობა შეურაცხყოფა არ არის. ბიტზე ხტუნაობაზე თვითონ ეძახიან რაღაცას რა. ბიტზე სრიალი და ასე შემდეგ და ასე. ჩემთვის ბეთლი უფრო აკაპელაა რა. აჰა და ბანი ბიტზე რაც არიან ეგეთი არავინ არ არის. მაგას ლაპარაკიც არ. ორივე მაგრამ ევასო. ბეთლებში რა. ძალიან მაგრები არის. просто რომელი უფრო მევასება არ ვიცი. სხვადასხვა ბანი რო პირველად გამოვიდა, ტიპს მივწერე ჩემი აკაუნთით, რომ მეთქი აი ტოპი ხარ თქო რა, აი ძალიან ნიჭიერი ხარ მეთქი რა და იმედია ბევრს მიაღწევ. შენ სფეროში თქო. და მაშინ ისე ორი გული გამომიგზავნა და მადლობაო, просто ეგ მომწერა და მე ერთი 40 წუთში თავიდან მომწერა და მოიცა შენ ისე ლოჟა ხარო. ძალიან საყვარელი კაცია. სხვადასხვა ამ სეზონში კამი უფრო მომწონს მე ვიდრე სკაირესი. არა და სკაის გულშემატკივრობ რა. სკაიც კაი რეპერი გონია მე მგონია რა. ჩემი აზრით არის. ის ყუმარ მაგარი ტრეში დააგდო. ეგეთი მამა ფლექსიც მაგრამ მევასება. თუ მაინც ახალცას მეთქება საქმე, მე ყველა მევასება ვინც რაღაცაში. თქვენ კიდე შეიძლება არ გახსოვდეს, მაგრამ ქსელი ხო ჩემი ფავორიტები იყვნენ რა, ბაგირა მიყვარდა ყველაზე მეტად. ქსელი ძალიან მაგარი ჯგუფი იყო. ძალიან. დუდაციბო ყველა კაი იყო, აი. იმაცე ფულად და ზაზე არ ვსაუბრობ რა და მაგრამ მაგას არც უნდა ლაპარაკი ზედმეტი. კაია კატაც მაგარი პროექტი იყო. აი ძალიან მაგარი პროექტი იყო. უბრალოდ ეხლა ლუნად რო გადაკეთდა, ეხლა ისეთი რაღაცა აკლია რა მაგის ტრეკებს ხოლმე რა. ის ანთე მაგრამ ევასება, მაგრამ რაღაცა მაინც აკლია ხოლმე რა. და ეგ არ მომწონს. აი ის რაღაცა არის ის მეორე ადამიანი, ვინც კაია კატაში იყო. კიდე ვინ მომწონს? ცენზურა ყავდა, სხვათა შორის ძალიან მაგარი რეპერი. თერიკა, ბიჭო, აი მე რო საუბრობ ხო, ანუ მე რო ვიძახი ამ რეპერების სახელებს, ვიღაცებზე ვფიქრობ, რომ არც კი ჭირდებათ, რომ დავასახელო რა, აი ბაზა მაგალითად, ბაზა იყო, აი დონე ძმაო, ჩესტერა მაგარი კაცი იყო, თერიკა მაგარი კაცია. ჩესტერა აღარ ვიცი სად არის რაშვება რასაკეთებს. მაგრამ ერთი ის დემო ვერსია ეგდო რაღაც ტრეკის, ეგ ტრეკი არ ვიცი სადმე თუ გაქვს, მე გამომიგზავნე პირადში მაინც. იმიტომ რომ მინდა მაგ ტრეკის მას მე ეს დემო ვერსია ამყოფნა არასდროს. თერიკა მაგარი კაცია. თერიკა სოციალური ნაგავი რო გააკეთა, ეგ ცოტა ძალიან მწარე მოუვიდა. ეგეთი მწარე უნდა იყოს რეპი რა. კიდევ ვინ ყავდათ მაგათ KA, ჯორჯ K, ძალიან კაი ადამიანი და სინკაც დონე იყო, ძალიან დონე იყო. მაგრამ ყველანი რაღაცა გაქრნენ სავით და აი რო გაქრნენ ეგ არ მომწონს. ზური კოკოკლიანზეც არ ვსაუბრობ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი რეპერი იყო. პოზიტივის დეფიციტი რო აქვს, ჰოლანდიაში რო იყო წასული და იქიდან რო რეპავდა რეალობაზე, ეგ ძალიან მიყვარდა. დაჟე მე ლეტროც მახსოვს. ლეტრო იყო ერთი უსაყვარლესი ვიზუალის ადამიანი კაცი. წვერები ჰქონდა, ცოტა პუტკუნა იყო, იმედი ამას არ ნახავს და მე ჩემს სოციალურად არ გამოიწევა. ცოტა პუტკუნა იყო, წვერი კარგად, თმა კარგად. და მაგარი ბრაზიანი იყო. სამე ასებოდა. გოგო რეპერებში ნათია არის. სალი ბეთლიც მაგრამ ევასება მე. ვაგმახანგა, აი ხელების ასაწევია. იქ ფლოუს ცვლილება რაც აქვს რა, აი ეგეთი ფლოუს ცვლილებებზე ვგიჟდები. კიდე ვინ არიან? გოგო რეპერები? ვეკო არ ერქვა იმ გოგოს ქსელთან ერთად რო იყო ხოლმე, ვეკო იყო. კრის ვერ აღვიქვა რეპერად. თალად რა. ცოტა ტრეკი აქვს და ალბათ მაგიტო. ის ვეკო მახსოვს. ვეკო ერქვა. მე მგონი ვეკო ერქვა, არ მახსოვს. ვეკო, ხო არ მახსოვს. კიდე ვინ არის გოგო რეპერი ვინ ყავს?
ბევრი არ ყავს. ბიგტიკო, იო, ბიგტიკო მაგარი ძმა იყო, აი მენა საძმაკაცო პიროვნება ძმა. აი ლექსენი არ მევასება. ლექსენის სიმღერები მევასება, თვითონ ლექსენი არ მევასება. ტიპს ერთხელ ქონდა მარიხუანა ჩამოგიდებული რა. მარიხუანას რაღაც ლოგო და რაღაცა ის იმას იღებდნენ რა. და ლექსენს ეკითხებიან, რომ ეს მარიხუანა რატო გაქვს ჩამოგიდებული ეწევიო? არ ვეწევიო. просто რა კულტურის ნაწილია. არ არის კულტურის ნაწილი მოსწევი. ვაფშე. უბრალოდ არიან ვიღაცები ვინც ეწევიან, არიან ვიღაცები ვინც არ ეწევიან. დიდი ხანია მინდოდა ამის თქმა შენთვის ბატონო ლექსო. ხო და ცდები. დაჟე ლექსენზე მეტად მაგის ძმა მევასება მინდოზას ჯერ ამაგარი სახელი აქვს. ცხოვრებაში მინდი არ შემხედრია, ვისაც მინდოზას არ ვეძახდი, მაგ კაცის გამო. ეხლა მყავს ერთი მინდია ცხოვრებაში, აი, ჩემი ნერვების მოსაშლელად გაჩენილი ადამიანია, მაგრამ აი, კაი კაცი. კიდევ ვინა? აუ, იტალიელი მომღერლებიც მევასებიან, ჯელენტანო. მომღერლები სამხონღალი იყო მეგონი, იმიტომ რომ ჯელენტანოს მე მაგრა ვიჭერე. ჯელენტანო მაგრა მევასება. მაგარი კაცი. ბერგე. არც ვიცი ცოცხალია თუ არა. მაგრამ იმედი ცოცხალია. იმედი დიდხანს ცოცხლებს ყველა. ვინც კაი ადამიანია. სხვათა შორის კიდე რაღაც მაკლე, რაღაც მგონია რომ მავიწყდება ქართული. და მაგრა გამიტყდება მე რომ რამე ისეთ გამორჩეს, რაც არ მინდა რომ გამორჩეს რა. ბაზა mentioned, ქსელი ვახსენე, კაიაკატა ვახსენე, მამა ფლექსი ვახსენე, დასი ვახსენე, პპ-ს კომანდა ვახსენე, young mike top done, top. ეგ იყო ადამიანი, რომელიც პირველად გარეპა ინგლისურად, პირველი ქართველი იყო ჩემი აზრით, ვინც ინგლისურად ისე გარეპა, რომ მე არ მეგონა რომ ქართველი რეპავდა. ანუ ჩვენებს ძალიან ბევრს აქვთ, რა თქმა უნდა, აქცენტი. მეც მაქვს. ყველას აქვს. და მაგ ადამიანს არ ქონდა. და ძალიან ბევრი შრომა ჭირდება, რომ ეგრე უაქცენტოდ ისაუბრო რაღაც ენას. გასაგებია, რომ იქეთ ცხოვრობდა, მაგრამ ეგ პროსტა ცხოვრებით არ ხდება რა. იმდენი ადამიანი ვიცი, უცხოეთში რო ცხოვრობს და მაინც აქცენტით საუბრობენ, რა ვიცი. იანგიც მაგარი კაცია. ვინმე ხوار მავიწყდა, ქურუმიც მაგრამ მევასება, აუ რაზგრინი. აი რაზგრინი მავიწყდებოდა, რაზგრინი მევასებოდა ადრე ძალიან მევასებოდა. პროსტა მე არ ვიცი. ძალიან კარგი ქვეყანა ვართ. 3 მილიონისთვის შედარებით ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ. ეგერ ბექაურმა კიდევ ხუიზე გაუშვები რაცა. იგერ ილიამ დაანაწლა ბატონი ჩარლზი. არა და ჩარლზიც მაგრამ ევასება. მერაბიც ტოპია. ეხლა რომელიღაცა აი ილია უეჭველი pound for pound ranking-ში პირველზე უნდა გადავიდეს. იმიტომ რომ ორი წონის კამარი აქვს ბოლო-ბოლო. ხო და კვარა ყავს, ზურიკო ყავს, ჟორჟი ყავს, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ყავს, ვინც ბევრს მიაღწია იმასთან შედარებით რომ 3 მილიონი ვართ. აი მაგალითად ბანგლადეშში ხო არიან ერთი რაღაცა დუხუია მილიონი. მაგრამ ბანგლადეშელი არც რეპერი არ არის კაი. არც ის არ ვიცი. მაქსიმუმ აიკაში აკერინო ძმა. ხო და ეგეთი ჭკვიანი და კარგი ნიჭიერი ნაროდ auditions თვითონ ნაროდს ვიძახდი. ეგეთი ჭკვიანი და კარგი რასა რო ვართ. რასაც არა. ნაცია რო ვართ. ნაცია თუ დაჭერს. აპოლიტიკური მინდა რო იყოს. ერი. ეგეთი კარგი ერი რო ვართ. უფრო მეტს უნდა მივახციოთ რა. კიდე მეტი შეგვიძლია. იმიტომ რომ ვიღაცებმა უყურეთ 90-იანებში ძალიან ბევრი თაობა დაგვეკარგა რა. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი დაიკარგა და გაქრა უბრალოდ იმის გამო რომ ელემენტარულად არ შეეძლოთ თავის განვითარებაზე ფიქრი და სხვა რაღაცები ქონდათ საფიქრად რა. ხო და ახლა მე გთხოვთ მშობლებს რომ თქვენ შვილებს გასაქანი მიეცით რა. არა მარტო თქვენ შვილებს, სხვის შვილებსაც გასაქანი მიეცით. თუ მასწავლებელი ხართ, ეცადეთ რომ ბევრი ასწავლოთ. კარგი ასწავლოთ. თუ რაღაცა ისა ხართ. რაღაცა არ ვიცი, რაღაცა კომპანია თუ ხართ. ახალგაზრდები
ეს განვითარებაზე იფიქრეთ. იმიტომ რომ ეგ ახალგაზრდები სამომავლოდ შენც მეტ ფულს მოგიტანენ და თავისთვისაც. ყველამ უნდა იზრუნოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ცოტანი ვართ. და რო ვერ ვზრუნავთ ერთმანეთს, ეგ არის რაც წინს. მართლა წინს. მე ძალიან ბევრი რაღაცა წინს ხოლმე. ისეთ რაც მე არ მეხება თუნდაც რა ვიცი. აი და თამაზ ელიზბარაშვილივით ნუ მიმართავთ ჩვილებს. თუ ეგ ვიდეო ნანახი არ გაქვთ, არც ნახოთ. ძალიან დიდი მადლობა. დაწერეთ კიდე კომენტარებში. მე ვაპირებ რომ ლიტერატურაზე ჩავწერო კიდე ერთი ესეთი. სამომავლოდ ჯერ არა. იმიტომ რომ მინდა რომ კარგად მოვიფიქრო რაზე ვისაუბრებ რა. და ესე არ გამოვიდეს, მაგრამ ეს უფრო კაია მე მგონი. ხო, ნუ რაღაცას ვიზამ. ხო და ლიტერატურაზე მინდა რომ ჩავწერო, იმიტომ რომ კომენტარი ეწერა, რომ იქნებ ლიტერატურაზე გადაიღო. აუცილებლად გადავიღებ ბატონო. ან გალბატონო არ მახსოვს ის კომენტარი იყო. ხო და მე რომ გადავიღებ. თქვენც მინდა რომ დაწეროთ კიდე რაღაცები, რაზეც შეიძლება რომ გადავიღო. თან თქვენზე, ანუ უყურე, იმენა თქვენზე არის აწყობილი. სულ რომ ერთი ნახვა კონდეს ვიდეოს, იმენა თქვენთვის რო ჩავწერო ვიდეო ერთი კონკრეტული ადამიანისთვის. მე ვარ ბედნიერი. რომ შენ რაღაცა მოგეწონოს. ან თუ რომც არ მოგეწონოს, ხო დაგაინტერესებს. თუ დაგაინტერესებს ჩემი საუბარი. всё, მორჩა, ეგ არის ჩემი მიზანი. ძალიან დიდი მადლობა. არხი გამოიწერეთ. თუ გინდათ, უფრო ბედნიერი ვიქნები, გამიხარდება. თუ არ გინდათ, არ გამოიწეროთ. თუ გინდათ დაალაიქეთ, თუ არ გინდათ, მაინც დაალაიქეთ, იმიტომ რომ დამეხმარება რომ ვიღაცა ისეთები ვიპოვო, ვისაც შეიძლება მოეწონოს ჩემი. და კომენტარებზე ხო რა ვიცი, რაც გინდათ ისკენთ. ძალიან დიდი მადლობა. ხვალამდე. Eita!